მას შემდეგი მომხსენებელი ნინო ციცვიძეა, რომელიც გახლავთ დაწყებით საფეხურის ბუნებისმეტყველების მასწავლებელი არქიჭოლის მეორე საჯარო სკოლის. ქალბატონი ნინოც დიახ, ახავა. დიახ, მოგესალმებით, მოხარული ვარ, რომ მომეცა საშუალება დღეს გამოვიდეთ თქვენს წინაშე და გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება. თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მე შემიძლია ორი მიმართულებით ვისაუბრო საკითხზე, როგორც ჩვეულებრივი პედაგოგი, რომელიც მუშაობს საჯარო სკოლაში და წელს შემოვიდა ჩვენ სკოლაში სწორედ ახალი სკოლის მოდელი, ერთ-ერთი რიგითი პედაგოგის პოზიციიდან შემიძლია ვისაუბრო და გავაკეთო ჩემი ანალიზი, მაგრამ ვფიქრობ, უფრო საინტერესო იქნება ვისაუბრო როგორც ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვისა და განვითარების კოორდინატორმა და ალბათ ამ კუთხითაც საინტერესო იქნება ჩემი თვალთახედვიდან დანახული სიტუაცია, როგორ ინერგება მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმები, გეგმა სკოლებში და კერძოდ აქცენტი გავაკეთო კომპლექსურ დავალებებზე და კომპლექსური დავალების ჭრილში განვიხილო ეს ყველაფერი. ძალიან მოკლედ შევეხები კომპლექსურ დავალებას, ვიცით რომ ეს არის შემოქმედებითი პროდუქტი, რომელსაც ქმნის მოსწავლე საგნობრივ საკითხთან მიმართებით, ასევე ვიცით რომ კომპლექსური დავალება არის შუალედური მიზანი სასწავლო პროცესში, რომელსაც მივყავართ საფეხურის საბოლოო მიზანთან ცნებასთან და საბოლოო ჯამში თუ ჩვენი მიზანია დავამუშაოთ ცნება, სწორედ კომპლექსური დავალებების წყალობით და გამოისობით ხდება, რომ საბოლოო ჯამში მოსწავლე აღწევს ცნების დამუშავებას და გავდივართ ცნებაზე. ასევე კომპლექსური დავალება არის ძალიან კარგი ინსტრუმენტი განმავითარებელი შეფასებისთვის და სწორედ აქედან მინდა დავიწყო, რომ მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა სკოლებში მე ჩართული ვარ ამ პროცესებში ჯერ კიდევ პირველი 65 სკოლიდან გასულ წელსაც მუშაობდი ექსპერტად დაწყებით კლასებში და წელსაც ვაგრძელებ მუშაობას როგორც კოორდინატორი და ამავე დროს როგორც რიგითი პედაგოგი, რომელიც ნერგავს თავის პრაქტიკაში ამ ყველაფერს, სწორედ ძირითადი სირთულეები, რაც მოდის კომპლექსური დავალებების განხორციელებასთან, დანერგვასთან უკავშირდება შეფასების პროცესებს. თუმცა სანამ ამას შევეხები, მაინც მინდა ცოტა წინიდან დავიწყო ეს საკითხი. დავიწყო კომპლექსური დავალების პირობის შექმნიდან. სად ხვდებით ჯერ პრობლემას. წინა გამომსვლელებმა აღნიშნეს, რომ არაფერი, ძალიან ბევრმა აღნიშნა ასეთი რამ, რომ ისეთი სიახლე, ვთქვათ, ახალი სკოლის მოდელში არაფერი არ არის და ამას ხომ ისედაც ვაკეთებდით. მაგრამ აქ მინდა სწორედ ჩაუღრმავდე ამ საკითხს. შეიძლება ვაკეთებდით რაღაცას, მაგრამ ეს კეთება იყო გაუაზრებელი, არ იყო დამიზნებული საკითხთან, არ იყო დამიზნებული ცნებასთან და ფაქტიურად არც ვიცოდით რას ვაკეთებდით. ეხლა როდესაც დადგა მომენტი, რომ მართლა ეს ყველაფერი ჩარჩოებში მოექცეს, თავისი სახე მივცეთ და ფორმა მივცეთ და უამრავი ექსპერტი, კოორდინატორი, სამინისტრო თუ ყველანაირი გზებით მუშაობთ, რომ პედაგოგმა სწორად შექმნას კომპლექსური დავალების პირობა, მაინც თავს იჩენს პრობლემები და კერძოდ რა არის ეს პრობლემა. ხშირ შემთხვევაში პედაგოგებს უჭირთ, მე თავისუფლებას ვაძლევ, რომ ეს ყველაფერი ვთქვა და აქ გამოვიტანო, იმიტომ რომ ერთგვარ ანალიზს ვაკეთებ იმ ჩემი განვლილი მუშაობის და ძალიან ხშირი ურთიერთობა მაქვს პედაგოგებთან და მათ შექმნილ კომპლექსურ დავალებებთან და ერთგვარად ჩემ ანალიზს ვუყრი აქ თავს. მინდა ვთქვა, რომ განსაკუთრებით უჭირთ პედაგოგებს შეფასების კრიტერიუმების ჩამოყალიბება, რაც არის კომპლექსური დავალების ერთ-ერთი მთავარი და აუცილებელი კომპონენტი. კერძოდ, კომპლექსური დავალების შეფასების კრიტერიუმი უნდა იყოს მკაცრ კორელაციაში მკვიდრ წარმოდგენებთან და სწორედ ეს უჭირთ პედაგოგებს, რომ მკვიდრი წარმოდგენა გადააქციონ შეფასების კრიტერიუმად. და ხშირ შემთხვევაში მე როდესაც გადავხედავ ხოლმე მათ შექმნილ კომპლექსურ დავალებებს, სწორედ აქ ვაძლევ მათ რჩევებს და რეკომენდაციებს. გარდა ამისა, პედაგოგებს ძალიან უჭირთ კიდევ შეფასება და ეს განმავითარებელი შეფასების მიცემა. ჩვენ მოვითხოვთ მათგან სოლო ტაქსონომიაზე დაყრდნობით მოხდეს განმავითარებელი შეფასების გაკეთება, რომელიც არც თუ ისე იოლია და
ხშირად მათ დაწერილ განმავითარებელი შეფასების კომენტარებს რომ გადავხედავ ხოლმე, აი კიდევ ხვდება ასეთი ფრაზები: "კარგი ბიჭი ხარ, კარგი გოგო ხარ", რომელიც ვფიქრობ, აი არანაირად არ ითვალისწინებს განმავითარებელ შეფასებას, ჩვენ არ უნდა შევეხოთ ხომ ამ დროს პიროვნების შეფასებას და ეს პიროვნულ აქცენტებზე არ უნდა გადავიდეთ, უნდა შევაფასოთ მოსწავლეს სოლო ტაქსონომიის დონეების მიხედვით, რაც ახალია პედაგოგებისთვის და ჯერ აი სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, რომ სრულყოფილი განმავითარებელი კომენტარი დაწეროს პედაგოგმა, ამავე დროს ეს მოითხოვს მათგან ძალიან დიდ დროის რესურსს და მუდმივად წუწუნებენ ამაზე, რომ არ ყოფნით დრო საამისოდ, რომ განახორციელოს დავალება და შემდეგ დაწეროს თქვათ ეს განმავითარებელი კომენტარი. დიახ, უკაცრავად ჩაგერთვებით ძალიან საინტერესო ამ საკითხზე რომ ამახვილებთ ყურადღებას, იმიტომ რომ არაერთმა მომხსენებელმა შეფასების სქემაზე აღნიშნა, რომ დროის თვალსაზრისით, სირთულეებიც არის, აი თქვენი როგორც თქვა სამინისტროს წარმომადგენელი მხარდამჭერი ამ პროექტის, ხო? რა რესურსდებთ, რა საკეთებთ იმისთვის, რომ პედაგოგებს გაუმარტივდეს აი შეფასების რუბრიკის დიახ, მოგახსენებთ. რა მიმართულებით რას აკეთებთ ამ მიმართულებით? დიახ, აი ამ წუთში რაც ხდება, რომ ჩვენ პედაგოგებს ვთხოვთ განმავითარებელი შეფასების წერას და განმავითარებელი შეფასებით რომ შეაფასონ მოსწავლე, როდესაც ის ასრულებს კომპლექსურ დავალებას, ჩვენი მიზანი ის არის, რომ პედაგოგმა ისწავლოს განმავითარებელი კომენტარის წერა და განმავითარებელი შეფასების გაკეთება. ასე რომ ვთქვათ, სატესტო რეჟიმში ვმუშაობთ და არც არავის აქვს იმის ამბიცია, რომ ყველა პედაგოგი შექმნის საუკეთესო განმავითარებელ შეფასებას და კომენტარს. მაგრამ სამინისტრო სერიოზულად ფიქრობს ამ საკითხზე და ყოველთვის ვამშვიდებ ხოლმე მე პედაგოგებს, რომ აი სწორედ ეს, რომ აქაც ხშირად გაჟღერდა 200 მოსწავლე მყავს, თქვათ და როგორ შევაფასო ყველა განმავითარებელი კომენტარი და ამის დრო ვის ექნება. აი სწორედ ამისთვის მომავალი სასწავლო წლისთვის სამინისტრო გეგმავს აი ასეთ რაიმეს, რომ ელექტრონული ჟურნალი, რომელიც დაინერგება მომავალ წელს ყველა სკოლაში, ელექტრონულ ჟურნალში იქნება ჩაშენებული განმავითარებელი შეფასების ერთ-ერთი გრაფა, სადაც როგორც კი ესე მიაწყაპებს მასწავლებელი, ესე რომ თქვათ ამ სიტყვით, აი შესაძლებელია კი არა და იქ გამოვა უამრავი ვარიანტი. აი წელს რომ იქნება თქვათ 315 სკოლაში, ყველა პედაგოგი ქმნის განმავითარებელ შეფასების სხვადასხვა ვარიანტებს, საუკეთესო ვარიანტები აირჩევა ყველა დონის შესაბამისი, შევა ამ ჟურნალში და შეიძლება პედაგოგს წერაც კი აღარ დაჭირდეს, უბრალოდ ზუსტად ამოუვარდეს ისეთი ვარიანტი, რომელიც სწორედ შეესაბამება მის მოსწავლეს და მხოლოდ ჩაწყაპებით ჩასვას. ისე რომ ეს საქმე იქნება გაიოლებული, გაადვილებული, მაგრამ სანამ კოპით და წკაპით და ვთქვათ ასეთნაირად ჩასვავს. ეს რესურსი, ანუ მასწავლებელი შეაფასებს რაღაც ტექნიკურ რად მოსწავლეს კონკრეტულ ბაზაში მოსწავლეს ექნება ხო თავისთავად ამაზე წვდომა? ჟურნალში მოსწავლეს არ ექნება წვდომა, მაგრამ მოსწავლეს ხომ მასწავლებელი მაშინვე აძლევს მყისიერად აძლევს განმავითარებელ კომენტარს. და ჩვენც ეხლაც კი სოლო ტაქსონომიის მიხედვით, როდესაც ვწერთ განმავითარებელ კომენტარებს, ჩვენ მოსწავლეს კი, არა, ამ წუთში კი მშობელს აქვს წვდომა, რა თქმა უნდა, ელექტრონულ ჟურნალთან, მაგრამ ამ წუთში იქ არ ვწერთ ჯერ განმავითარებელ კომენტარებს. მაგრამ ამ წუთში სადაც გადაგვაქვს განმავითარებელი კომენტარები Excel-ის ფაილებში და შემდეგ OneDrive-ში გვაქვს ატვირთული, იქ ნამდვილად არ აქვს წვდომა არც მოსწავლეს და არც მშობელს. ეს კომენტარი, დიახ. გეჭრებით, აი დროც რეგლამენტით რა დავითოთ, გარდა შეფასებისა კიდევ რა ტიპის პრობლემებს აწყდებიან პედაგოგები, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა. დიახ, გეტყვით ახლა მე ვმუშაობ საგარეჯოს რაიონის კოორდინატორი ვარ, 5 სკოლასთან ვმუშაობ და მოგეხსენებათ რეგიონში უფრო მეტი პრობლემები არის კიდევ ტექნიკური კუთხით, აი ინტერნეტთან დაკავშირებული და ასევე პედაგოგები, აი დაახლოებით 50% თუ
ფლობს იმ უნარებს, აი საკომუნიკაციო, ინფორმაციულ საკომუნიკაციო უნარებს, რომ ეს ყველაფერი თავად შეასრულოს, თქვათ კომენტარი თვითონ ატვირთოს და გადაიტანოს OneDrive-ის სივრცეში. აი გულახდილად გეუბნებით და რეალობა რაც არის, იმას ვამბობ, რომ ალბათ 50% ასრულებს ამას და დანარჩენი პედაგოგები, აი ვისაც შეუძლია ეს და ხელეწიფება, ეხმარება მერე კოლეგას და აი ასე გამოდის, რომ რამდენიმე პედაგოგის კისერზე გადადის ჯერჯერობით. აი ესაც დიდ პრობლემას ქმნის, რომ ტექნიკურად ვერ ასრულებენ პედაგოგები, ზოგს ინტერნეტი არ აქვს და ყიდულობს მეგაბაიტებს და აი მხოლოდ ტელეფონით შემოდის და ვერ ახერხებს აი ამ მუშაობას, რა გამოწვევის წინაშეც დგას დღეს, მით უმეტეს დისტანციური სწავლების პერიოდში და პანდემიის პერიოდში, როდესაც ისედაც უარესად გაგვირთულდა ისედაც ეს რთული რეალობა. აი ეს ჩემი თვალთახედვით ძალიან მოკლედ, რაც დავინახე ეს პრობლემები კომპლექსური დავალებების ჭრილში მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვასთან დაკავშირებით. თუმცა არ შემიძლია რაღაცა დადებითიც არ ვთქვა, აი რასაც დიახ, რა დადებითი მხარეები აქვს და რა დადებითი აქცენტები იკვეთება ამ დროს. პირველ რიგში ეს არის მოსწავლეებში გაზრდილი შინაგანი мотиваცია, რასაც მე ვხედავ აი ყოველ დღე, რომ მოსწავლის ანთებულ თვალებს, რომელიც დიდი ინტერესით შეყურებს მასწავლებელს, რომელ ახალ კომპლექსურ დავალებას მიაწოდებს და დაუანონსებს მოსწავლეს, რომ ძალიან მოსწონთ ესეთი დავალებები და დიდი ინტერესით ერთვებიან, ჩართულობა არის გაზრდილი, უვითარდებათ მათ ბევრი სხვადასხვა უნარები, რაც აქამდე აი ტრადიციული დავალებების დროს არ ვითარდებოდა ნამდვილად ეს უნარები და ასევე მე როგორც დაწყებითი კლასების პედაგოგი, აი ხედავ გაზრდილ მშობელთა ჩართულობას. დაწყებით კლასებში ისედაც არ ვუჩივით ხოლმე მშობელთა ჩართულობას, მაგრამ აი კომპლექსურ დავალებებთან მიმართებაში ერთიორად არის გაზრდილი მშობელთა ჩართულობა. და მე როგორც რიგითი პედაგოგი, როდესაც აი ვაძლევ ჩემ მოსწავლეებს რაიმე კომპლექსურ დავალებას, წინ და წინ ჩემ თიმსის ჯგუფში მშობლებთან ყოველთვის მაქვს შეხვედრა და რაღაც აი ტრენინგის მსგავს საინფორმაციო შეხვედრას ვატარებ ჯერ მშობლებთან, მათ ყველაფერს ვუხსნი რა როგორ, თუნდაც ვსწავლობ თამაში, როგორ უნდა შექმნას ის პროდუქტი, თუ რასაც ვითხოვ მე მოსწავლეებისგან, ესე გამოდის, რომ ჯერ მშობლებთან მიწევს ამ ყველაფრის დამუშავება და შემდეგ ძალიან კარგ დახმარებას უწევენ თავიანთ შვილებს, გაზრდილია მათი ჩართულობის პროცესი და საუკეთესო შედეგებს ვაღწევ. შეიძლება ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ უამრავი ვიდეო მასალა მაქვს თან, უბრალოდ ეხლა დრო არა გვაქვს, რომ ეს ყველაფერი გავაზიაროთ და ვაჩვენოთ. დიდი მადლობა ქალბატონო ნინო, მადლობთ თქვენი გამოცდილების გაზიარებისთვის. დიდი მადლობა. ხსენებელი გახლავთ მუსიკის მასწავლებელი მედეა თუთბერიძე, თბილისის 70